ნიკოლა ტესლას ჯეროდა რომ შეეძლო დედამიწის შიგნიდან ენერგიის მიღება და ამ ძალის უკაბილოდ გადაცემა მთელ მსოფლიოში. მისი ადრეული ექსპერიმენტები წარმატებული იყო, მაგრამ კვლევა მისი სიკვდილის შემდეგ გაუჩინარდა. ტესლას უკაბილო ენერგიის ტექნოლოგიის არანაირი მტკიცებულებაც კი აღარ დარჩა. წლების განმავლობაში გვასწავლიდნენ, რომ გიზას დიდი პირამიდა მეფის სამარხი იყო. ასე არ არის. მას სხვა დანიშნულება ჰქონდა. ტესლას არ გამოუგონებია უკაბილო ენერგია. ის უკვე აქ 5000 წელი არსებობს, თუ მეტი არა. მაშინ საინტერესოა რატომ აშენდა პირამიდები. მეინსტრიმ ეგვიპტოლოგია ამბობს, რომ გიზას დიდი პირამიდა სამარხია, აშენებული ხეოფსისთვის, მეოთხე დინასტიის ეგვიპტელი ფარაონისთვის, რომელიც 4500 წლის წინ მეფობდა. მაგრამ დიდ პირამიდას არ აქვს ეგვიპტური სამარხებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. დიდ პირამიდაში არ არის არტეფაქტები, არ არის იეროგლიფები და არ არის დიდრულად მოხატული კედლები. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ მეფის პალატაში ნაპოვნ გრანიტის სარკოფაგში ოდესღაც ხეოფსის მუმია იდო, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ იქ ოდესმე მუმია ყოფილა. მედიც არც ერთ პირამიდაში არ არის ნაპოვნი მუმია. ძველი ეგვიპტელები თავიანთ ფარაონებს ღმერთებად მიიჩნევდნენ. დიდი პირამიდა უცნაური ნაგებობაა ღმერთისთვის. პატარა პალატები, ვიწრო შახტები, საერთოდ არანაირი ნიშნები იმისა, რომ ღმერთებისთვისაა აგებული. პირამიდის აგების მეთოდი და გამოყენებული მასალები მიუთითებს, რომ მას სხვა დანიშნულება ჰქონდა. პირამიდის ზომები კომპასის მიმართულებებთან ისე ზუსტადაა გასწორებული, რომ ამის მიღწევა მხოლოდ თანამედროვე ინჟინერიას შეუძლია. დიდი პირამიდა არის მთა, შექმნილი 2,5 მილიონი ქვის ბლოკისგან, რომლებიც ჯამში 6 მილიონ ტონას იწონის და 156,000 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული. მისი ფუძე კი 50,000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. ამ კონსტრუქციის ნამდვილი ჩრდილოეთის მიმართულებით 1,15 გრადუსის სიზუსტით გასწორება წარმოუდგენელი სიზუსტეა. დიდი პირამიდის ფუძე გასწორებულია 3/4 დუიმის ფარგლებში. თანამედროვე ნაგებობებში ამის გაკეთება მხოლოდ ლაზერების გამოყენებით არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ პირამიდის თითოეული მხარე 230 მეტრზე მეტია და შედგება 2-დან 40 ტონამდე ტონის ქვის ბლოკებისგან, თითოეული მხარე ერთმანეთისგან მხოლოდ 2 დუიმამდე განსხვავდება. ეს 99.98%-იანი სიზუსტეა. საინტერესო ფაქტია, პირამიდას 4 კი არა 8 მხარე აქვს. თითოეული მხარე ოდნავ ჩაზნექილია, რაც მხოლოდ ზემოდან ან მაშინ ჩანს, როცა პირამიდა ბუნიობის დროს ჭრილებს იკეთებს. და დიახ, ეს კუთხეების იდეალურია. გამოიწერე არხი. ვინც პირამიდები აშენა, როგორღაც იცოდა დედამიწის ზომა. თუ პირამიდის სიმაღლეს გამრავლებ 53,200-ზე, მიიღებს 3,938,685 მილს, რაც პლანეტის პოლარულ რადიუსს მხოლოდ 11 მილით ჩამორჩება. ეს 99.7%-იანი სიზუსტეა. თუ პირამიდის ფუძის პერიმეტრს გამრავლებ 53,200-ზე, მიიღებ 24,734